შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უფათრო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარებად დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა ზურხასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ უკვე გადავლილ დღესასწაულებს, ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყველაფერი საუკეთესო, ბატონი მიხეილი, ლუკა გიორგი თქვენთან ერთად და წარმატებული წლის მოლოდინში ვართ. რა თქმა უნდა, გამარჯობა, მეც გილოცავთ ყველაფერს, ერთად ბევრი დღესასწაული იყო, მაგრამ ფეხბურთი არ გაჩერებულა, რაც თავისთავად. შობა, ახალი წელი გავაზდაესწარით, ყოველდღე კარგი მინდა გისურვოთ და ასაკურველი აი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა. აუცილებლად. შევეცდებით ყოველ შემთხვევაში. იყო ხო ბევრი საინტერესო მატჩი. რა თქმა უნდა, მანიაკი ინგლისელები არ გაჩერებულან საერთოდ. Boxing Day. ხო, რა ვიცი, რა დეი ქვია მაგას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თამაშობენ სრული დატვირთვით. სხვათა შორის იტალიელების დაუდნენ გოლი. ფრანგები, იტალიელები, პორტუგალიელები, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატია. და უნდა მოესწროს ყველაფერი სწრაფად დასრულდეს და ამის გამო არის ეს რაღაც საიტნოტში მოყოლი. არა გერმანელები მაინც იცავენ თავის. გერმანელები, ნიდერლანდელები, ყველაფერი დაიწყება ახლა. უკვე ამ უქმეებზე ყველა ჩემპიონატი, თითქმის ყველა ჩემპიონატი განახლდება და ჩვენც შესაბამისად რაღაც უბრალოდ ტოპ ჩემპიონატები მინდის ხო, რასაც მაყურებელი ისედაც ადევნებთ. თვალყურსა ჩვენ რაც ვეხებით ხოლმე იქ ქვედა რანგის ჩემპიონატები. უმეტესობა გაჩერებულია ამ ეტაპზე, ბევრი საკლუბო ამხანაგური შეხვედრა იმართება და ისეთ ჩვენც მოგვიწევს რომ უფრო ტოპ ჩემპიონატებზე ვილაპარაკოთ. გადაცემაში, იმიტომ რომ მეორე ხარისხოვანი ამბები ნაკლებად არის. დღეს კი ბატონო ასე მოვიქცეთ, პლუს გაყვრით კიდევ სხვა თემებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში და ჩვენი ვაჟები უკვე იქ არიან, ჩვენი ნაკრები ჩავიდა და სერიოზული მზადება მიდის, ისევე როგორც ფუტზალის ევროპა და ასე შემდეგ სასაუბრო თემა ბევრად. დავიწყოთ? დაიწყე. კარგი, მე მაშინ რადგან ტოპ ჩემპიონატებით ვიწყებთ, მე ტოპიდან ავიღებ ორ მატჩს და რა თქმა უნდა, ეს ჩემი კოზირი რაც არის ნიდერლანდების ჩემპიონატი. PSV Eindhoven Excelsior-ი, ირაკლი ეგოიანი თამაშობს მოგესალმებით, ერთადერთი ქართველი არის საქართველოს ნაკრების ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ირაკლი ეგოიანი Excelsior-ის ღირსებას იწევს, არის წამყვანი მოთამაშე ტურის ნაკრებშიც კი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც კი შევიდა რამდენჯერმე. ძალიან კარგი ახალგაზრდა და კარგია რომ ამ ჩემპიონატში არის ერთი წარმომადგენელი მაინც ჩვენი ქვეყნიდან, ხო? იმიტომ რომ ესეთი ხუთეულში არ შედის, მაგრამ მერე პირველი არის ნიდერლანდები. მეტიც სასურველი იქნებოდა. მეც გეთანხმები ამ ჩემპიონატში რაც მეტი ქართველი იქნება, მით უკეთეს ჩვენი ნაკრებისთვის შემდეგ. ხო და ეთამაშება მონსტრს ძალიან ძლიერ PSV-ს, რომელიც განსაკუთრებულად ძლიერია სახლში. და სახლში ფაქტობრივად ყველა შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლს იტანს, იმის გათვალისწინებით, რომ კატასტროფული დაცვა აქვს და ამაზე რამდენჯერმე წაიმტრია ცხვირი PSV-მ, გოლებსაც უშვებს, მე ვივარაუდებ, რომ ამ შეხვედრაში 3-ნახევარზე მეტი გოლი გავა აუცილებლად. სავსებით მისაღები ამბავია. მეც ესწრაფი რომ ხა ეთხოვენი დღეს ინფორმაცია რომ შეუძლია ნებისმიერი ამ დონის მეტოქე გაონგლავდეს მას, თუმცა მე როგორც ხედავ ამ ბოლო ხანს რაღაცა აი დაკარგა ეს სტაბილურობა, რაც ქონდა ადრეულ პერიოდში, მაინც ყოველდღიური გუნდი მithumetes ეყოენ თავის მოედანზე, მაინც უფრო ისეთი გუნდი იყო სტაბილური. ეხლა თალად ბოლომდე ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ დონეზე ხა ეს რო იყოს აიაქსი, ფეიენორდი, კიდე შეიძლება რაღაცა ისეთი ბრძო აქ მგონია რომ ითქვა ხო, ეს არის ნიდერლანდებში ყველაზე თუ ახლა ერთი რა დეტალი არის, თუ ქართველები ზედმეტი არ ჭამეს და ხო, ეჭვმეპარება, ეგ ნახევარი ნაკრები, ნახევარი გუნდი წასული იყო აფრიკის თასზე, პლუს ვარჯიშები დასვენებული და მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე ლაღი ფეხბურთის კალეგებელი გუნდი არის ახლა. შეიძლება თელ ევროპაშიც კი. ხო, სიტანს ბევრს უშვებს ფეხბურთი ის გამოგვიყვარს. გოლების გამო. ვერთან ამ ჭადრაკს რა. ეს სიამოვნებისთვის თამაშობს რა. ეს მომენტია, ხო? არის ზოგჯერ აი უყურე გუნდს წვალობს რა. წალები და ზოგი არის ლაღა თამაშობს. წალაგებ, მაგრამ აი მე კადად ლამაზად იგებს. ეგ არის რა. ამიტომ ვივარაუდოთ რომ ამ თამაში ბევრი გოლი გავა.
ვარაუდოთ, კი ბატონო, შევთანხმდეთ მაგ ამბავს. მოდი ესპანეთში ბარსელონა, ბილბაო, აგერ ნახეთ უკვე 5-0 მოიგო ბარსელონამ. ველოდებით კიდე ერთ ელ კლასიკო სუპერთასზე, სუპერთასის ფინალში, ოღონდ ჯერ რეალს ბარიერია გასავლელი, ნუ როცა გააცემა გავა. მაშინ უკვე გვეცოდინება ატლეტიკო გავიდა თუ რეალი ფინალში. მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება ყოველ შემთხვევაში ბარსელონა ატლეტიკო იქნება ბარსელონა რეალი, ძალიან საინტერესო იქნება ვინ მოიგებს სუპერთასს და ნუ ესენი კი არიან წასულები იქ სუპერთასის სათამაშოდ ამ ტურის შეხვედრები ბევრად ადრე ითამაშეს და სამაგერ სხვა შეხვედრები არის ლა ლიგაში ამ შაბათ-კვირას და საკმაოდ საინტერესოც. მე შევეხები ერთ თამაშს, ვალენსია არ მომწონს ძალიან ამ სეზონში, ისევ გასავარდნ ზონაშია, ისევ წვალობს ეს გუნდი და ხშირად ცოტა რაღაცნაირად მეც ისეთ დამოკიდებულება მაქვს ხოლმე რა, ადრე რო დიდი გუნდი იყო, იგივე ვალენსია, გვახსოვს როგორი სიმპათიური ძლიერი გუნდი, მე ცოტა ესეთ თამაშებში ხო ვალენსია ელჩია, ესეთ თამაშებში გონია რომ ვალენსია ელჩეს როგორ უნდა მოიგოს ხო, მაგრამ ეხა ისეთი რეალობაა და ბოლოს წლებში ისეთი რეალობაა, რომ ვალენსია ზუსტად ელჩეს დონის გუნდია და ხანდახან უარესიც. ეხა ამ ეტაპზე ელჩე მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს, ცხრილი შუაში არიან ესპანეთის ლა ლიგას უყურებ ხოლმე და კარგი ფეხბურთელები ყავთ, უტევენ გოლები გააქვთ, თავისუფლად თამაშობენ, ფორმაში არიან, კი წააგის ხვილია რეალმა, რეალი ძლიერი. მანამდე მშვენიერ ფორმაში იყვნენ. რაც შეეხება ვალენსიას, არაფერს არ გაქვს საერთოდ ამ გუნდის თამაში. ერთი მეკარე მოტაცია და ის აღარ არის ხო მაგ გუნდში შემადგენლობა ჩვეულებრივი, მგონია რომ ვალენსია ამ თამაშს ვერ მოიგებს. მესტალიაზე კი არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთოდ მგონია რომ ელჩე მოუგებს, მაგრამ თავს დავიზღვევ, იმიტომ რომ კოეფიციენტი კარგია და x2 ელჩესი ვალენსიასთან. ელჩე დღეს უკეთესი გუნდია და 1 და 6 კი აქვს კოეფიციენტი x2-ზე, ასე რომ ეს აუტსაიდერი და ძალიან ცუდ ფორმაში მყოფი ვალენსია ვერ მოიგებს ამ თამაშს, ეგ არის ჩემი პირველი პროგნოზი. მე აი სიამოვნებით ამ მატჩზე გავაკეთებდი პროგნოზ პრეს. პირდაპირ პრეს კი ბატონო, თამამია და თან ახლა სინამდვილესთან, თუმცა მე კარგად მახსოვს ელჩე რეალი. სულ არ ველოდი ელჩესგან ეს თამაშდა რეალისგან კიდეზე თუნიათობას. მოდი ასე თქვა, ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ. და რაც შეეხება ახლა იმ უფრო ვრცელ მომენტს ბარსელონასთან დაკავშირებით არ ამგონია დღეს ვინმე გააჩეროს რეალურად ბარსელონა გინდა გინდა ჩემპიონატში და ასე შემდგომ ვერ ხედავ მის გამჩელებულ გუნდს. ჩემპიონთა ლიგაზეც? არა, ლიგაზე ვერ. მაგრამ ესპანეთის შეგნით რა მოგახსოვს? კარგ ფორმაშია ბარსელონა ნამდვილად და ნუ ნახოთ ახლა ფინალი იქნება ერთი თამაში ატლეტიკოსაც შეუძლია რეალსაც, მაგრამ ფავორიტი ორივესთან ბარსელონა. ეგეც აზიაში ხო ფინალით? ხო, იქით არის. არა რეჩო. ხო, მაგ კარგი მიგნება აქვს გიორგის მეც დავეთანხმები. კარგი, მე კიდევ ერთ ეგეთ ფავორიტს ავიღებ. ბუნდესლიგაში არის მიუნხენის ბაიერნი, ვოლფსბურგი. ესე იგი, ახლა იმ დღეს რამდენიმე დღის წინ უყურე ამხანაგურ მატჩს ზალცბურგთან ბაიერნის. მერკანტილური მიზნების გამო უყურებდი ამ მატჩს და ცოტა კი შემეშინდა თავიდან ვიფიქრე რომ არ უნდათ თამაში რა არ უნდათ და 5 გოლი გაიტანეს და რომდათ როგორ იტანენ ხო წარმოგიდგენია და ვოლფსბურგი არის გამაღიზიანებელი ბაიერნისთვის რამდენიმე გუნდია ვისაც სიამოვნებით უტანს ბევრს და მათ შორის არის ვოლფსბურგიც ასე რომ ეს 5-1 გრაფიტე და ვოლფსბურგი რო გახდა ჩემპიონი ჯეკო და შესაბამისად აქაც ვივარაუდებ იგივე პროგნოზს გავაკეთებ რაც PSV-ს შემთხვევაში რომ სამნახევარზე მეტ გოლს ვიხილავთ იმიტომ რომ შეიძლება ვოლფსბურგმაც ერთი გაიტანოს არ არის ეს გასაკვირი მაგრამ უფრო ბაიერნზე გავაკეთებდი აქცენტს თუმცა მე მაინტერესებს კარლს როგორ დახვდებიან იმიტომ რომ მისი განცხადება მადრიდის რეალთან დაკავშირებით ძალიან გამოგიზიანებელი აღმოჩნდა ну აი აშკარად რაღაც გამოუცდელობის და ბავშვური რაში ჭირდებოდა შეიძლება ეგრე ფიქრობდნენ მაგრამ ბაიერნის ფეხბურთელი რო ხარ ბაიერნის აღზრდილი რო ხარ და ნუ პრინციპში ახლა ვიღაც შეიძლება იმ რეალში თამაშობს და ბაიერში უნდოდეს ხო ორივე უდიდესი გუნდია და ბაიერნი ახლა ფლაგმანია და უცებ გამოდიხარ და არა მე რეალში თამაში მინდა ოცნებობ რეალში თამაშს ცოტა იცი რა მე ცოტა გადამეტებულად მიმაჩნია ამ ფეხბურთელზე ასეთი ალანსების გაცემა ხო იცი რა კი ძალიან ნიჭიერაზე ელაპარაკი ხო ჯერ ისეთ პატარა არის ნიჭიერია მაგრამ ну აი მე ვთვლი რომ ეს ისეთი ვარსკვლავია რომელსაც ამოანათა მაგრამ ფიზიკური მონაცემები არ უწყობს ხელს ბაიერნის ტიპაჟი არ არის აი გაიხსენე ბოლოს ბაიერში ეგეთი ფიზიკა მაქსიმალური ფეხბურთელი ისეთი წარმატებული ალბათ რობენი
რობენ დაბალია ბევრად. ვიცი რა მე იმას ისე უფრო რა კარგი მახსოვს მქონდა, კი. ლუკა როცა პირველად ნახეთ გერდ მიულერი და ამბობდა რომ მიწა უნდა ახნევინო ეს რა ფერმერია ის გამგეთებელია ხო ამიტომ ბოლომდე თლად მაგ დასკვნას არა ეს პოზიცია არ ცოტა სხვა ამას და თან კიდე აი იცი რა არ მომწონს დარტყმა არ მომწონს ამისი რატომღაც რაღაცები გაიტანა იმიდან რა ქვია მაგითი გამოირჩა თავიდანვე შორიდან გაქონდა სასწაული გოლები ხო ლუკას არ მოწონს მისი სტილის არ არის მოკლედ რა ეს ფოტოვაში გასაგებია მე თქოს მაგარი ფეხბურთი დაგეს მე მანდ უფრო მუსიალას დაბრუნებას მაინც მგონია მუსიალას დონის ნუ შენ გიყვარს ფანტაზისტები როგორც მერცხულს ტრადიციულად ფანტაზიის ნიშანი ხარ არა კატეგორია ვიცით უყარ ძალის მეორე ტარანის ტიპის ფეხბურთელები თავით რო გაიტანს კარებს და დარტყმა რო არის სხვადასხვა გემოვნება ხო რატო ჰალანდი არ უყარს ჰალანდი ეგეთია ჰალანდი არის მიმწოლი და კი ტარანია ტიპიური და საერთოდ არ არის უდის აყურებელი მოიდის ცენტრში ხო მაინც ახლა რაღაცა ნახევარმცველი თუნდაც შემტევი ნახევარმცველი მაინც უფრო ფანტაზისტა უნდა იყო ასე გააკეთოს ველაპარაკება კაცი რომელსაც დაბადა ბორის პაიჭაძე ელ პიერო კევენ კიგანი ფანტაზისტების ნიშანია გესმის ხვიჩა ხო აგერმა ხვიჩა ამიტომ სტილი ალბათ ესეთი ხო კარგი მოკლედ ბაიერნის სამნახევრზე მეტი გოლი იქნება ჩემი მეორე იქ საინტერესო იქნება მართლა კალს როგორ შეხვდებიან გუნმა არ დააჯარიმა იმიტომ რომ ბოდიში მოიხადაო და არაფერი ჯარიმა არ გამოუწერეს მაგრამ როგორ გავითარდება მან მოვლენები საინტერესოა და რეალში თუ აღმოჩნდება ოდესმე ეგეც საინტერესოა მან და არ პატიობენ ეგეთ რაღაცებს არასდროს ცოტა კაცრი ხალხია მოკლედ ერთი ცოტა უცნაური თამაში ვიპოვე უცნაური რატო ახლა ჩვეულებრივი თამაშია პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში სადაც მორიერენსე და ტონდელა თამაშობენ დაახლოებით ხვდები ახლა უკვე არა ეს ის არ არის ჩემი გონია ამ შემთხვევაში მე მინდა გოლები დავწერო ხო უცნაური ხა მორიერენსე ტონდელაში რატო უნდა გავიდეს თითქოს მეორე გოლი და კოეფიციენტიც დიდი აქვს 2.5-ზე მეც 2 და 1 აქვს მაგრამ ამ უნდების თამაშებს თუ არა და სტატისტიკას მაინც ვადევნებს ვინმე საკმაოდ გამტანი უნდები არიან ტონდელა გასავარ ზონაშია მაგრამ ერთი-ორჯერ პორტუსთან თუ არ ვსდები უყურე მაგათ თამაშს ტელევიზორში იყო და შემოურჩი და უყურე და უტევენ რა პორტუსთან ისე უტევდნენ რომ კი ვიფიქრე იმ მომენტში რომ ეს გუნდი რატოა ესე უკან და რატო ვარდება მაგრამ რო უტევენ მე უკანაც უშვებენ ძალიან ბევრ გოლს და მაგიტომაც არიან უკან მორიერენსე შედარებით უკეთესი გუნდია თან სახლში არის მორიერენსეც სტატისტიკასაც რო ჩახედო გამტანი გამშვები გუნდია ასე რომ მაგ ლოგიკას გავყვები და მე ვფიქრობ რომ ჯერთი ორივეც მგონია რომ გაიტანს მაგრამ ნუ ისეთი თამაშია რომ შეიძლება 3-0-იც მოუგოს ამ მორიერენსემ ასე რომ 2.5-ზე მეტი გოლი 2 და 1 პორტუგალიაში იშვიათად ნახავ ეგეთ შემტევ გუნდებს თან დაბალი დონის შემტევ გუნდებს ესენი ეგეთები არიან და მაგიტომაც მგონია რომ გოლები გავა კი ბატონო მეც ვეთანხმები გიორგის ამ მომენტისთვის ეს პოზიციები გამოტანილი ჯერ არ იქნება მაგრამ ისე გაითვალისწინეთ თუ თამაშის დღეს გადაწყვეტა ამ პოზიციის აღებას კარში დარტყმები იმიტომ რომ ძალიან დაბალი ტოტულიდან იწყება და შესაბამისად რაღაცეთ 6.5-საც კი შეიძლება კი ექნება და 8.5-9 უკვე საკმაოდ სერიოზული გოლია ასე რომ შეგიძლიათ ესეც გაითვალისწინოთ ნახოთ ვიღაცა მოდის იქ რაღაცას ხაჭნიან შენ მორიერენსეს ის იქნება ხო კარგი, ერთ წელს ავსტრალიიდან ავიღებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ერთი მატჩი, რომელიც მოუნიშნე, ეს არის მელბურნ ვიქტორი, რომელიც სახლში თამაშობს. და თამაშება ვანდერს. რაღაც ხდება. აშკარად ძალებმა გაიღვიძეს შემოგარგება. თქვენ უნდა გითხრათ. რა ამბავია ჩვენს თავს? ყველაფერს ვარ გეტყვით კაცო. რაღაცა ხდება, ახლა ვარ შეგაშინებ. დაიგეს, ნუ გეშინებ. არია რომ შედობა იყოს. კარგი, აღარ ავიღებ არა, რა თქმა უნდა, მაინც ავიღებ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცების ნაკლებად მჯერა. მელბურნ ვიქტორი ვანდერერს წინააღმდეგ, აქ უნდა ავიღო უბრალოდ მეტობა. მით უმეტეს კოეფიციენტი კარგია. მიმდინარე სეზონში, რა თქმა უნდა, მელბურნი უფრო წინ არის და ეს ვანდერერს ერთ ბოლო ადგილზე ბევრს უშვებს. და ერთმანეთში რო გადავალოთ თვალი ხო მატჩებს აი გიორგი შეხედე უკანასკნელ შეხვედრებს გეტყვი ხა 1-2 4-2 2-2 3-4 3-4 2-1 აუ საგიჟეთია რა 5-4 გადის აუ ძალიან ბევრი გოლი გადის იქიდან გამომდინარე რომ არის ვარდება და უმძიმე მდგომარეობაში ალბათ ერთი 2 გოლს მინიმუმ გაუტანს მელბურნი თვითონაც
აბანგზე უნდა წავიდეს ხო, სხვა დასაკარგი არაფერი არ აქვს. მელბურნი არ არის ხა ტოპ გრანდი ავსტრალიის ჩემპიონატის და შესაბამისად მგონია რომ აქაც ბევრი გოლი გავდა. იყოს 3 მით უმეტეს კოეფიციენტი გვაძლევს ამის საშუალებას. იყოს კი ბატონო. ხო, იქით საუდის არაბეთში ცენტრალური თამაში ალ-ჰილალი, ალ-ნასრი. ალ-ჰილალი და ალ-ნასრი უკვე ყველა მიცის იქ ისეთი ფეხბურთელები წავიდნენ და ყველა თვალყურს ადევნებს და ამ ეტაპზეც პირველ მეორე ადგილებზე არიან. კი არის რონალდო, ჟოაო ფელიქსი და რა ფეხბურთელები ყავთ, მაგრამ ალ-ნასრი ვერ აღიღირსათ ჩემპიონობა ძალიან უნდათ. მთავარი კონკურენტი რა თქმა უნდა ალ-ჰილალი ასევე სასწაულის შემადგენლობით და ერთმანეთს ხვდებიან. ამათი შეხვედრები გადაიქცა, რა ვიცი, ჩვეულებრივ იმათ იქაურ ელ კლასიკოდ ხოცავენ ხოლმე ერთმანეთს. ამ ეტაპზეც ეგეთი სიტუაცია, რომ პირველ მეორეზე რახან არიან იბრძვიან ჩემპიონობისთვის და ეს ერთ-ერთი გადაწყვეტი მწვრთნელების ძალიან სერიოზული მწვრთნელების და ხო, პირველი ადგილისთვის ბრძოლა არის, ერთ-ერთი გადამწყვეტი თამაში შეიძლება იყოს მე ჩემპიონი ვინ გახდება, ჯერ კი ადრეა, მაგრამ მაინც და აგერ ბარათები გინდოდა წევან პორტუგალიაში და პორტუგალიაში არა, მაგრამ ამ თამაში აუცილებლად უნდა შევეხო ბარათებს და მგონია რომ იქნება, არ ვიცი ხდოდალი ამდენს გამოიტანენ, მაგრამ გოლებიც უნდა იყოს. 5 კი გოლებიც სულ გადის ხოლმე, 5-6 ბარათი ამ შეხვედრაში უნდა იყოს, იმიტომ რომ წინა მაჩებს რო გადახედო, წინაში არ იყო, მაგრამ იმის წინაში 9-10 და 12 და ხოცავენ ხოლმე ერთმანეთს და მგონია რომ ახლაც იგივე ამბავი იქნება. მე კი არ მიხარია ხოლმე, იცი რა არის, რომ ჩავხედო, აი მაგალითად რეტეგი ხო, ატალანტაში რო იყო ბოლოს რამდენი გოლი გაქონდა. უცებ რაღაცა შემოდგომა გავხსენი, კარგუნჩიც არ არის, რომელიღაც გუნჩი არის და შევხედე, ვა, ეს აქ გადმოსულა და აი ყოველ წლიურად, ყოველ სატრანსფერო ფანჯრის მერე ვიღაც ფეხბურთელს რო დავკარგავ ევროპაში რომ აღარ მხდება და საერთოდ მავიწყდება, მერეში გადავალ იქით, ვიღაცა ჩვეულებრივი გუნდის შემადგენლობას გავხსნი და უცებ აღმოჩნდა რომ თურმე იქ არის და თან გასავარია გავიგე რომ ეს 33 წელს და 34 წელს ზემოთ ფეხბურთელები მიდიოდნენ და 24-25 წლის ბიჭები მიიყავთ და ცუდი არის ეგ, იმიტომ რომ რაცა წავიდეს იმ ჩემპიონატს მაინც ვერ უყურებ. ხა ესეთ თამაშს კი ერთს და ორს, მაგრამ მთლიან ჩემპიონატს ესე არ ვადევნებ თვალს და არც მაინტერესებს მიუხედავად იმისა, რომ ეგეთ ფეხბურთელები მიდიან. სამაგერად აქეთ ევროპული ფეხბურთი ღარიბდება. ღარიბდება, მაგრამ ვინც მიდის ის მდიდრდება. შემთელი. ხერი არ არის. მაინც დიდი ხნით არ ამგონია წავიდნენ ახალგაზრდები, ახლა თან რონალდოს თუ ჩავთვლი რომ არის შემოკარებული შენი ნიშანი. და ვერც ახლა დაუდგა ცოტა რთული პერიოდი. ის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული, როცა თქვენი ერგო ტომსი ახლა ეცემა, აი რაც დვალიშვილს ქონდა გახსოვთ, ოზეთხის კაზე რო ვიღაცა. არ ვიციდავებ არავისთან. ეხლა სწორედ მერცის სეზონა 15-მდე, იმუნიტეტი დაბალი, ემოციური გაღიზიანება მაღალი. 15 იანვრამდე? 15 იანვრამდე. ამიტომ მე ახლა არ გამოვრიცხავ, რომ რონალდომ თალათ ისეთ ასე ვთქვათ, ემოციურ თუნდაც სტაბილურობას ვერ ავლენდეს და არ გამეკვირდება, რომ შეიძლება გააგდონ კიდეც. მე მაწყობს. ყვითელი მაინც მიიღო. ხო, ასე რომ ამ კუთხით შეიძლება ალ-ნასრს ცოტა შეუქმნას გარკვეული დისბალანსი. ესე იგი, ჩემ პროგნოზებს მაინც ნუენდობით ბოლომდე დიდ თანხაში, იმიტომ რომ 15 იანვრამდე თურმე. თვათ კარგად, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რაღაც, აი სადაც დიდი ფული არ არის, ეს არის ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი იწყება. ჩვენ მოვასწრებთ შემდეგ გადაცემაში ამაზე საუბარს. უბრალოდ აქედანვე თუ თავს დაიზღებთ კოეფიციენტი ვარდება მერე, ახლა შეგვიძლია დავდოთ ფსონი ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი, ხო? აბა უთხარი. ხო და ნუ ახლა უპირობო ფავორიტი არის დანიის ნაკრები 1-3 აქვს წარმოიდგინე ჩემპიონობაზე. გასიგიჟე. ჩემპიონობაზე 1-3. ხო, ნუ წარმოიდგინეთ რა ფავორიტია. ხო და მე გავაკეთებდი ფსონს ისლანდიაზე. ეხლა რატომ ვამბობ, რომ ისლანდიას ყავს ნაკრებში 4 ხელბურთელი, რომლებიც არიან ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები. ორი მათგანი მაგდებურგის შემადგენლობაში იყო წამყვანი მოთამაშე, რომელსაც მოიგეს კიდეც ლიგა. და ბოლო ლიგებზეც სულ ესენია. ანუ სადღაც ამ ისლანდიამ უნდა გაისურვოს. შორს მაინც უნდა გავიდეს. შორს უნდა გავიდეს. კოეფიციენტი უზარმაზარია. შესაბამისად მე-6 ფავორიტია. რისკად ღირს. ფინალშიც რო გავიდეს, მე გადაზღვევის შემთხვევაში უკვე საკმაოდ სოლიდური თანხას მოიგებს. ფინალი დანია ისლანდია? აი არ ვიცი, ხა იქ როგორ არის და 4-4-თა ფინალში რომ მოხვდებიან ეს 4 გუნდი, მე უკვე ღმერთმა უწყის რა ხდება, ყველა შეუძლია ყველას დამარცხება. მანამდე ვინ როგორ გადაიკვეთა. აი მანამდე ვინ როგორ გადაიკვეთა. შარშან მომეწონა შვედეთი. კარგი გუნდი. შვედეთის ტრადიციულად. თუ გააგრძელა, ხა არ ვიცი იმის მერე რა პროგრესია თუ რეგრესია, თუ გააგრძელა
მგონია რომ სერიოზულად. ისინი რა მონსტრები არიან ხო წარმოიდგინე. ხო, თან მაგარი თემა არის, ესე იგი დანიას შეუძლია სამივე დიდი ფორუმის გამარჯვებული იყოს ერთდროულად. ევროპის ჩემპიონატს ვერ იგებს, ვერასდროს. სოფლიო ჩემპიონატია ხუთჯერ და არ მოგებული, ოლიმპიური ჩემპიონია და ეს ევროპა არის შესაძლებლად. ის მოგება რა გახდა ეს? და პლუს არის ერთი მოთამაშე მაგდებურგში, საუქსტრუპი, ხაზი, რომელიც შეიძლება გახდეს აი ფერან ტორესი რო იყო გახსოვს? ერთი პერიოდი ტორესი იყო ყველა ტურნირის მოქმედი გამარჯვებული. დაემთხვა ისე რომ ევროპის ჩემპიონი იყო, მსოფლიო ჩემპიონი იყო, ჩემპიონთა ლიგა ჰქონდა მოგებული და მერე მოიგო ევროპის ლიგა და ის ერთი კვირა სანამ ჩატარდებოდა ევროპა ლიგის შემდეგ გათამაშება ყველა ტურნირის მოქმედი გამარჯვებული. აი ანალოგი მაგის გამეორება ხო წარმოუდგენელია. ფიზიკურად შეუძლებელია. წარმოიდგინე ტოპ გრადი იგებს ჩემპიონთა ლიგას და მერე ევროპის ლიგაზე უნდა ითამაშოს შემდეგ წელს. ანუ ფაქტობრივად შეუძლებელია. რა ვიცი, გახსოვს შენ ლარსენი დანიაში? რომელიც არ უშვებდა ხელიდან არც 7 მეტრიანს. წლებისგან მომბეში. ეხლა არ ვიცი წელს ითამაშებს თუ არა. ჰანსენი. ნიკა ჰანსენი. არა, დაანება თავი. დაანება. აი, მან შეიძლება მატიას გიცელი. კოეფიციენტმა მოიმატოს ასე ვთქვათ 7 მეტრიანის გაუტანლობისა. ისეთი მოვიდა. ეხლა ხო და მოკლედ ეს საუსტოპი შეიძლება გახდეს ყველა ტურნირის გამარჯვებული მოქმედი, რაც ასევე აბსოლუტურად უნიკალური შემთხვევა არის, მაგის გამეორება წარმოუდგენელი ამბავია. მოკლედ გაითვალისწინეთ ისლანდია, ისე რისკად ღირს, რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ რომ დინები ჩადოთ და ამითი გამდიდრება მოინდომოთ, არა, მაგრამ უბრალოდ გასართობად ნამდვილად ღირს ამ პოზიციის აღება. კი ბატონო, დღეს ამით დავასრულოთ მაშინ და წარმატებები უსურვოთ ყველას. კვირამდე. დიდი მადლობა, გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ, მოგწერეთ კომენტარებში რა გაინტერესებთ, რა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ თემებზე უკვე შემდეგ გადაცემაში ერთად ვისაუბრებთ. წარმატებები. მოგებაში დარჩენილი.